ფილმი იურული პერიოდის სამყარო კინოეკრანებზე ბრუნდება. ამჯერად ახალი ნაწილით, რომელსაც Rebirth ეწოდება. სამშაბათს 17 ივნისს ლონდონში ფილმის პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას მთავარი როლის შემსრულებლები სკარლეტ იოჰანსონი და ოსკაროსანი მაჰერშალა ალიც ესწრებოდნენ. ფილმი ოფიციალურად კინოგაქირავებაში 2 ივლისს გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ კინონამუშევარში უამრავი მძაფრ-სიუჟეტიანი სცენაა, სკარლეტ იოჰანსონს მისი პერსონაჟის ზორა ბენეტის განსახიერება არ გასჭირვებია. მსახიობის თქმით, გადაღებებზე მთავარი აქტივობა სირბილი იყო. სხვა მძაფრ-სიუჟეტიან ფილმებში, სადაც აქამდე მონაწილეობდი, ბევრ საბრძოლო ქორეოგრაფიას ვსწავლობდი და დიდ დროს ვატარებდი რეპეტიციებში. ამ ფილმში კი ყველაზე დიდ დროს დინოზავრებისგან გაქცევას უთმობდით და ბევრი სირბილი გვიწევდა. ასე რომ ეს ფიზიკურად ძალიან რთული იყო, თუმცა ქორეოგრაფიის გარეშე სხვანაირი. ამ ფილმისთვის მომიწია, რომ კლდეზე ცოცვა მესწავლა, რაც ძალიან სახალისო იყო. მაჰერშალა ალი იოჰანსონის პერსონაჟის მეგობრისა და ნდობით აღჭურვილი პირის როლს ასრულებს. ის უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდის წევრია, რომლებიც დინოზავრებს ეძებენ. ეს შესანიშნავი იყო, ძალიან სახალისო გამოცდილება. ჩვენი რეჟისორი გარეთი საოცარი პიროვნება. მთელი სამსახიობო დასი და ტექნიკური ჯგუფი ძალიან კარგად შევაწყოთ ერთმანეთს. რეჟისორის დამოკიდებულებამ, ენერგიამ, გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა ეს პერიოდი მართლაც განსაკუთრებულად სასიამოვნო გახადა. ფილმის გადაღებები უმეტესად ტაილანდში მიმდინარეობდა. რეჟისორ გარეთ ედვარდსის თქმით, მათი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ხშირად ძლიერი წვიმა და სტიქია იყო. გადაღებების პირველივე დღეს წვიმის გამო უამრავი დრო დაკარგეს, თუმცა რეჟისორი ამ ყველაფერს დადებით მხარეებსაც უძებნის და ასე ხსნის. ნამდვილად გიჟურ პირობებსა და კონდიციებში გვიწევდა მუშაობა. მე საოცარი მსახიობები მყავდა. თან ამინდმა ნამდვილად შეუწყო ხელი ჩვენს გამოფხიზლებას. ვერასდროს ხდებოდით წყნარად და ვერ ვისვენებდით, რადგან ყოველთვის სადუნავყოფილიყავით გადაღებისთვის იმ წამსვე, როცა მზე ამოვიდოდა ან წვიმა შეწყდებოდა. სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟი ზორა ბენეტი ხელმძღვანელობს მისიას, რომლის მიზანია 3 ყველაზე დიდი დინოზავრის გენეტიკური მასალის მოპოვება, რათა შექმნან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი. კვლევართა ჯგუფი აღმოაჩენს მუტირებულ დინოზავრებს და საიდუმლოებებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დამალული. იურული პერიოდის სამყარო Rebirth არის იურული პარკის ფრენჩაიზის მე-7 ფილმი და მე-4 ნაწილი იურული პერიოდის სამყაროს სერიაში. ფილმი წარმოადგენს დამოუკიდებელ გაგრძელებას და არ მოიცავს წინა ფილმებში მონაწილე პერსონაჟების დაბრუნებას. ფილმის პრემიერა საქართველოში 3 ივლისს გაიმართება.